7 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. დღეს ჩარხის წყალზე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა. სხვა მოქმედ ტაძრებში კი საღვთო ლიტურგია გუშინ გვიან ღამით შესრულდა. დღესასწაულის შემოსვლას მრევლი ტაძრებში შეხვდა. მამისა და დისა და წმინდის საწოლისა წირვის შემდეგ დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრიდან ტრადიციული მსვლელობა გაიმართა. ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული წელსაც ალილოთი აღინიშნა. უძველესი ქართული საშობაო ტრადიცია ბორჯომში უკვე მეხუთე წელს ითვლის. დაკარგული იყო ეს ტრადიცია საქართველოში, მაგრამ შემდგომ მისი უწმინდოთობის მოსაკუთრებით ეს ტრადიცია ადგა და უკვე რამდენიმე წელიწადია ბორჯომშიც ამ ტრადიციას ვაგრძელებთ. ჩვენ სიმბოლურად გამოხატავთ იმ მოვლენას, როდესაც უფალი შვა ბეთლემში, როდესაც მოგება მივიდეს თაყვანისცეს, ასევე წესებმა რომელმაც მივიდნენ და ასევე თაყვანისცეს იმ ტრადიციას გამოვხატავთ და ჩვენ მანალოების შემოგვათ განვასახელეთ უფალს, იმიტომ შემდგომ რომ ვახარებთ ამ დიდ მოვლენას. ვინც ხვდება ამ მოვლენას, ხო, ხვდება უფალს. ეს არის მაგრამ დიდი დღესასწაული. გალოცოს ღმერთთან გაგახაროთ. მრავალშობას დაკათოთ ღმერთმა. გაიხარეთ შემოკარგებო. ასე გალობით მიუყვება ამ გზას დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის მრევლი. ტრადიციულ მსვლელობაში განსაკუთრებით პატარები მონაწილეობდნენ. ეს უკვე რაოდენიმე წელიწადია, რაც ეს ტრადიცია ტარდება და როგორც ხედავთ, ბევრი ხალხი მოვიდა, ყველა სულეცოდ გვადელს ეს ტრადიცია მომდინარეობს. დღეს დაიბადა ქრისტე, დღეს არის ქრისტეს შობა და ამ ტრადიციას არა მარტო ბორჯომში, არამედ სხვა ქალაქებში ძალიან კარგად აღნიშნავენ. მე დაახლოებით მესამე წელია, რაც ბრიტანიაში მონაწილეობას ვიღებ, მანამდე ღამისთევა ტარდებოდა ხოლმე ეკლესიაში და ჩემი აზრით ეს იმიტომ ტარდება, რომ უფრო მეტმა ხალხმა გაიგოს, რომ და მოვიდნენ ეკლესიაში და მინდა რომ თელ ბორჯომს მიულოცოთ და სრულიად საქართველოს ეს დღესასწაული. თითქმის უკვე 5 წელი რაც დავდივარ აქ ამ ტრადიციაზე და დიდ მადლობას ვუხდი, ვინც მოვიდა ამ ტრადიციაში. შობის 40 დღიანი მარხვა დასრულდა. ბრწყინვალე დღესასწაულს კი ყველა ერთად ხვდება. ყოველ წელს დაახლოებით 4 კილომეტრიან მანძილს ფეხით გადიან მრევლი და მღვდელმსახურები. ყველას მოგილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, რაც შეეხება ალილოს, როდესაც ეკლესიური გუნდი, ეკლესიის ღვთისმსახურნი, სტიხაროსანი, მორჩილნი, მკითხველი, მგალობელი ულოცავს ალილოს ბრწყინვალე დღეს, ეს ნიშნავს ანგელოზების მოლოცვას თითოეულ ჩვენთაგანის ოჯახებზე. ნიშნავს ანგელოზების მოლოცვას, ნიშნავს დიდ სიყვარულს, მრევლი ერთიანდება და ამ დიდ დღესასწაულს დღესასწაულობთ ერთობით და სიყვარულით. მარხვა გასტანა იმარხულა მრევლმა და დღეს უკვე ნაზიარები, ნალიტანიები ბრწყინვალე დღესასწაულს, ბრწყინვალე ალილოს ულოცავენ სრულიად ბორჯომს და არა მარტო ჩვენს ეპარქიას, არამედ ულოცავენ სრულიად საქართველოს. ჩვენთან არის ღმერთი. ბორჯომში ალილოს ტრადიციული მსვლელობა საკათედრო ტაძართან დასრულდა. ეს არის ძალიან დიდი სიხარული შობის დღესასწაული და ყველას მიულოცავ რომ აი ამ სიხარულის ძალამ და მადლმა დაიფაროს ბორჯომელები და სრულიად საქართველო. როგორც ამბობენ, ტრადიცია კვლავ გაგრძელდება. შობის ბრწყინვალე დღესასწაული მომავალშიც ალილოთი აღინიშნება.